მოგესალმებით ეთერში გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი ფსიქიატრი, პროფესორი ბატონი გუგა სიხარულიძე. მოგესალმებით გუგა. მოგესალმებით ხალხო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეეხება თქვენ საქმიანობას პირადად, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, ბოლო დროს გაიხსნა ახალი კლინიკა, გაფართოვდით ამის შესახებ რომ გითხრათ, რა გახდა ამის მიზეზი, როგორ მოხდა რომ გაფართოვდით და რა საქმიანობს თქვენი კლინიკა, რა სერვისები გაქვთ? მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სულ რამდენიმე დღეა რაც ჩვენ ასე ვთქვათ, ახალ ლოკაციაზე, ახალი კლინიკაში გავაგრძელებთ საქმიანობას, მაგრამ ამას დაახლოებით 17 წლიანი ისტორია აქვს, ან მე 17 წელია ვარ კერძო და პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ერთადერთი დამფუძნებელი და მე ერთპიროვნულად დამფუძნებელი და აი ამ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ისტორიაში თქვათ ქონდა ეტაპები, როდესაც ჩვენ უფრო ვითარდებოდით და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გადავდიოდით. აი 2017 წლიდან დღევანდლამდე იყო სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და ახლა ამ გამოწვევებმა საჭიროებებმა დაგვანახა აუცილებლობა, რომ უკვე ახალ შენობაში, ახალი შესაძლებლობებით, ახალი მიზნებით და მოვლის კიდევ უფრო ახლებური გააზრებით, ანუ დაგვეფუძნებულა ახალი ცენტრი. ამიტომ უკვე მალე გავაგრძელებთ, ალბათ ერთ კვირაში გავაგრძელებთ ახალ ლოკაციაზე ფუნქციონირებას. ძირითადად თქვენი საქმიანობა, თქვენ ექიმი ფსიქიატრი ბრძანდებით და დღეს საკმაოდ დიდია მომართვიანობა, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ძირითადად ვისაც რაღაც ქცევითი აშლილობა ჰქონდა, ან ძილის, ან თქვათ რაიმე პრობლემები, უფრო ნევროპათოლოგთან მიდიოდა და განსაგებია ნევროლოგიური პრობლემები თუ აქვს, მაგრამ აი ის იგივე ეს იქნება ნარკომომხმარებისგან გამოწვეული პრობლემები, იგივე გემბლინგისგან გამოწვეული სხვადასხვა შფოთვითი აშლილობები, დეპრესია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიმართონ ექიმ ფსიქიატრს. და ეს დივერსიფიკაცია რაღაცნაირად უკვე მოხდა და ხალხს ისე აღარ ეშინია ფსიქიატრთან მისვლის, როგორც ეს იყო თუნდაც 10-15 წლის წინ, ეს თქვენ ალბათ გახსოვთ. ძირითადად რა პრობლემებით მოდიან და თქვენ რა სერვისები გაქვთ თქვენს კლინიკაში, თქვათ აწვენთ მათ, რამდენი ხნით აწვენთ, რისი შესაძლებლობა ექნება მას კიდევ გარდა იმისა, რომ მედიკამენტურად იმკურნალებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ბოლო ალბათ 10-15 წლის მანძილზე სტიგმა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საბედნიეროდ საკმაოდ სწრაფიტებით ცირდება და სულ უფრო და უფრო ადამიანებს უადვილდებათ იმის გადაწყვეტილება, რომ აღიარონ თავისი გარკვეული დისკომფორტი ან პრობლემა ფსიქიკის ხრით და გადადგან ნაბიჯი და მიმართონ სპეციალისტს. ნუ აქ მიმართავს ფსიქოლოგს, ნევროლოგს თუ ფსიქიატრს. მაინც უმთავრესი არის ალბათ ის, რომ ადამიანმა აღიაროს ეს პრობლემა და გადადგას და მიმართოს სპეციალისტს და შემდგომ ალბათ ამ სპეციალისტის ზიადამოკიდებული რა ჩათვლის, როგორ ჩათვლის, ვის დაგადა მისამართებს და ასე შემდეგ. ალბათ ზოგადად სტიგმა იხსნება და მოიხსნა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომელიც მე წეგან მახსენე 2007 წელს, როდესაც პირველად მე როგორც თანადამფუძნებელმა შევწელით და მაშინ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი გაგვეხსნა, იმიტომ რომ მანამდე ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიატრი ასოცირდებოდა რაღაცა ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან, მძიმე ფსიქიკურ დარღვევებთან და ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა და აძლიერებდა სტიგმას. და როდესაც დაიწყო თანამედროვე ევროპული და მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტებით მიწოდება სერვისების, ადამიანებმა ნელა გააცნობიერეს, რომ სულაც არ არის აუცილებელია ქონდეს მძიმე ფსიქიკური დარღვევა, არამედ ნებისმიერი სირთულის, თუნდაც მსუბუქი შფოთვითი აშლილობის, ან თუნდაც იზოლირებულად ხოლმე და ხოლმე ძილის დარღვევის დროსაც უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს. რადგან ფსიქიკური დარღვევა და ფსიქიკური პრობლემები ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანს მისი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ სოციალური კეთილდღეობის კუთხითაც. ხელს უშლის ადამიანს იმაში, რომ უფრო მობილიზებული იყოს,
ნებელობანების ყოფა უფრო უკეთესი ქონდეს, უფრო უკეთესად დასახოს მიზნები, შრომის უნარიანობას აქვეითებს, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას და რაც შესაბამისად იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და შესაბამისად წარმატების შანსებიც გაცილებით უფრო იკლებს ადამიანის კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას ანუ სერვისების შესახებ, ანუ პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ დღიდან დაფუძნების, როდესაც პირველად დააფუძნა კლინიკა, ანუ ეს სერვისები მაშინაც მეტნაკლებად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ორივე ნაწილს, ეს იყო ანუ სტაციონარული და არასტაციონარული, ანუ ამბულატორული ნაწილი. აი 2017 წლიდან, როდესაც უკვე დამოუკიდებლად დააფუძნა კლინიკა, იქ იყო ორი სერვისი, ეს იყო დღის სტაციონარი და ამბულატორია. ნუ დღის სტაციონარი ბევრი ადამიანისთვის არ არის ნაცნობი რა სერვისია და შევეცდები ორი სიტყვი და ორი წინადადებით ამის თქვენს მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია. ნუ დღის სტაციონარი ეს არის პრაქტიკულად იმავე იმდენ საკმაოდ მაღალი ეფექტური როგორც სტაციონარი იმ კუთხით, რომ კომპლექსურობა, მულტიპროფილური ექიმების ჩართულობა, ღრმა კვლევები, კიდევ უფრო ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობაც ასევე მრავალმხრივ მიწოდებული ხორციელდება დღის სტაციონარის რეჟიმში. უბრალოდ როდესაც არ არის საჭიროება, რომ ადამიანი იზოლირებული იყოს სოციალური გარემოსგან და ის იყოს მოთავსებული კლინიკაში, დღის სტაციონარი არის ალბათ ყველაზე კომფორტული და კარგი საშუალება, რომ დღე იღებს ყველანაირ სერვისს, დიაგნოსტიკური, თერაპიული და რეაბილიტაციული მიმართულებით და საღამოს და ღამე ატარებს სახლში, რაც კიდევ უფრო ზრდის მიმღებლობას ადამიანის მხრიდან და ზრდის კომფორტს საუკეთესო კომპლექსური მკურნალობით ბევრად უფრო კარგი შედეგის, ვიდრე ეს შეიძლება სირთულეს ჰქონდეთ ამბულატორული სერვისის შემთხვევაში. ჩვენს ახალ კლინიკაშიც უბრალოდ ეს სერვისი ფართოვდება, იმიტომ რომ ჩვენ იმის გამო, რომ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კლინიკაა ტერიტორიულად, უფრო მეტ ადამიანს შევძლებთ, რომ მივაწოდოთ ეს სერვისი, რადგან იქ გარკვეულწილად უფრო შეზღუდული რაოდენობა ქონდა ან ძველ ტერიტორიაზე და ახალ კლინიკაში დაახლოებით 80%-ით გაიზრდება იმის რაოდენობა, ვისთვისაც ჩვენ შევძლებთ დღის სტაციონარი სერვისის მიწოდებას. რაც შეეხება ამბულატორიას და ეს ამბულატორია რომ დავყოთ ასე ვთქვათ ანუ სუბთა ფსიქიატრის მიერ მიწოდებული სერვისები და ასევე გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური სერვისები, თითქმის ყველა ტიპის ფსიქოთერაპია, ჯგუფური თერაპია, არტ-თერაპია და ახლა შემოგვაქვს ბავშვთა ნაწილი, ბავშვთა მიმართულებას აუცილებლად ძალიან განმოვითარებ, ანუ ფობიების რაღაც სპეციფიური მეთოდით მაღალ ეფექტური მკურნალობა და ვფიქრობ, რომ ძალიან მრავალფეროვანი სერვისები გვექნება და დავნერგავთ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ახალ კლინიკაში. ვირუს სხვა რამე მინდოდა მეკითხა, მაგრამ ახლა ბავშვები რო ახსენეთ, სხვა ჩვენთან პრობლემაა ბავშვის გადამისამართება საკმაოდ. ესეთი ესეც პროფილურად ცოტა მუშაობს ბავშვებთან და თან კიდევ არასდროს ადგილი არ არის და ეს ბავშვთა ფსიქიატრიული მომსახურება იქნება თუ ფსიქოთერაპიული უფრო ფსიქოთერაპია კი ბატონო და ახლა მაინტერესებს ერთი რამ ძალიან დიდი პრობლემაა გუგა ჩვენს საზოგადოებაში და მე არაერთხელ წავსყდომი ვარ და ალბათ თქვენც რომ თვითონ არ აღიარებს ადამიანი რო არის ცუდად აი ეს არის ის შემთხვევა თქვენ ძანეთ უნდა აღიაროს და ამაში ყველა ვთანხმდებით მაგრამ თვითონ ამბობს რომ მას არაფერი არ ჭირს არის აგრესიული ხდება ხშირ შემთხვევაში ასოციალური ზოგჯერ საშიშიც და ამ დროს პოლიციასაც არ აქვს ბევრი ბერკეტი რომ ესეთი ადამიანი ვერ დააკავებს იმის გამო რომ თქვა ყვირის ან მუშტებს იქნევს თან რო წაიყვანოს კლინიკაში არც ერთი კლინიკა მას არ მიიღებს იმიტომ რომ ითვლება რომ შერაცხადია ან ითვლება რომ მას არ უნდა და ვერ იღებენ თავის თავზე მსგავს ადრე იყო რაღაცნაირად ხო ეს შეიძლება და ოჯახს გადაეწყვიტა და რაც არ არის კარგი გაეკოჭათ და ისე წაიყვანეთ. აი დღეს რა ხდება ამ მიმართულებით? იმიტომ რომ ჩვენ გქონდა შემთხვევები რომ ვერც ერთ კლინიკაში ვერ დავაწვინეთ, იმიტომ ადგილები არ იყო რა თქმა უნდა და ზოგიერთმა თქვა რომ აი თუ თვითონ არ არის თანახმა ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენ თავზე. ნუ ნარკოლოგიურთან არსებული პრობლემა, დუალური ის იყო დიაგნოზი და იქიდან გამომდინარე. ამას ახლა ადამიანის უფლებების შესახებ კანონი არ რეგულირებს, შესაბამისად ეს არის ყველაზე
მაღალი რეგისტრის რეგულაცია, ამიტომ ბუნებრივია ამ კანონს ვერავინდა ვერასდროს ვერ განიხილავს და ალტერნატივა ამას არ ექნება. თუმცა რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ნებისმიერი არასწორი გადაწყვეტილებისას მაინც არის ეს არის ინფორმირებულობა და ამ ინფორმირებულობის ხარჯზე, თუნდაც ოჯახის წევრების ინფორმირებულობის ხარჯზე შესაძლებელია რომ გავკონტროლოთ გაიზარდოს შანსი იმის რომ ახლობელმა ოჯახის წევრმა ადამიანმა ასეთ პაციენტი რაღაცნაირად დაარწმუნოს და რაღაცნაირად მას გაუჩინოს სურვილი იმის რომ იმკურნალოს. შეიძლება ეს არ იყოს ბოლომდე გაცნობიერებული, მაგრამ იყოს იმ დონემდე, როდესაც ადამიანს ექნება, ნება იმის რომ სადაც მაინც ექიმთან მისვლა. ამიტომ ეს გამოუვალ მდგომარეობების დროს ალბათ ხვედრითი წილი შემჩნდება იმ პაციენტების, როდესაც თქვათ გადაწყვეტილებას მკურნალობასთან დაკავშირებით ვერ იღებენ. რაც შეეხება არანებაყოფილობის სტაციონირებას, ამას თქვენ და ჩვენ ყველას კარგად მოგვიხსენება, აქ თავისი კრიტერიუმები, ეს არის სოციალური საშიშროების კრიტერიუმები და მხოლოდ და მხოლოდ სოციალური საშიშროების შემთხვევაში სასამართლო არის უფლებამოსილი იმისათვის, რომ ადამიანს მიაკუთვნოს არანებაყოფილობით მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში, თუმცა ჩვენი კლინიკა არ მიეკუთვნება იმ ეს ხონშია მე მგონი. ჩვენთან ყოველდღე და ყოველდღე თბილისში არის რამოდენიმე კლინიკა ის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული და ეს კლინიკები არანებაყოფილობით მკურნალობას სასამართლოს გადაწყვეტილებით ახორციელებენ. ხო, ეს ცოტა ართულებს, რა თქმა უნდა, ოჯახის მდგომარეობას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის აბსოლუტურად არაადეკვატური ქცევა, მუქარა, იგივე საკმაოდ კარგად არის ეს დალაგებული 112-ის შემთხვევაში, სხვათა შორის ეს სახელმწიფომ კარგად მოაგვარა, მომენტალურად ხდება რეაგირება და აი თქვათ იგივე ის რაღაც რო აძლევენ რომ არ მიეკაროს ახლო ეს ტერიტორია, მაგრამ ტერიტორიას მსხვერპლის მოძალადა ვეღარ მივა მასთან, მაგრამ აი დანარჩენად ძალიან რთული ხდება მათი დარწმუნება და თქვენ იმუშავებთ აი მშობლებთან, თქვენი ან ოჯახის წევრებთან ზუსტად მაგისთვის, რომ მოხდეს მათი გათვითცნობიერება, თუ გექნებათ ეგეთი სეგმენტი. ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ეს სეგმენტი, დიდი ხანია. ის ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან დღის ცენტრის, დღის სტაციონარის ფარგლებში გადის მკურნალობას, აუცილებლად ხდება ჯერჯერთი ექიმები ხშირად ესაუბრებიან უნებრივია პაციენტის დახმობით ოჯახის წევრს, იმიტომ რომ პაციენტის დახმობა ამ შემთხვევაში აუცილებელია და იგივე პაციენტის დახმობის შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ ხოლმე ჩვენი კლინიკის ფსიქოლოგები ატარებენ ხოლმე აუცილებლად საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრას პაციენტის ოჯახის წევრებთან. ხუჩაბათი დღე ქონდა ჩვენ ესეთი, როდესაც უბრალოდ მიეწოდებათ სწორი ინფორმაცია. ჩვენ ვეხმარებით ოჯახის წევრებს, რომ პირველ რიგში მათთვის ნაკლებად ასევე მასტიგმატიზირებელი და სტრესული იყოს და ამავე დროს ვაძლევთ ინფორმაციას და ცოდნას იმის თუ თვითონ როგორ სწორად მიუდგნენ პაციენტს, რომ ერთობლივად ოჯახის წევრის დახმარებით მოხდეს ამა თუ იმ პრობლემის სხვადასხვა სირთულის ფსიქიკური პრობლემის მართვა ერთობლივად. ამიტომ ჩვენ ეს სერვისი ასე ვთქვათ გვაქვს, მაგრამ ჯერ გვაქვს ეს ხოლოდ და ხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებიც დღის ცენტრის ფარგლებში გადიან მკურნალობას. გასაგებია დღის ცენტრში შეგიძლიათ ბევრად მეტი ადამიანი მიიღოთ ალბათ, ხო, გამომდინარე იმიდან, რომ ხამე დატოვება საწოლებზე თან არის ბმაში და რამდენი ადამიანის მომსახურება შეგიძლიათ? 20 ადამიანს შევძლებთ ერთდროულად, რომ მომსახუროთ ახალი კლინიკის ფარგლებში. ეს საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ საქართველოში კლინიკები არის უფრო პატარა 4-5 საწოლიანები არის ეს კერძო რაც გაიხსნა. და აი დღის განმავლობაში დღის სტაციონარში რამდენი ადამიანს შეგიძლიათ მომსახურებთ? ეგ არის 20. დღის სტაციონარია 20. დღის სტაციონარია 20. ხამის სტაციონარი ჩვენ არ გვაქვს და არ გაქვთ ხამე. არც აპირებთ, ხო? ეს ერთდროულად 20 ადამიანი. ერთდროულად 20 ადამიანია. ძალიან საინტერესოა, თუმცა ალბათ ამ ვითარებაში შეიძლება სასურველია რომ უფრო კიდევ გაფართოვდეს თქვენი კლინიკა სამომავლოდ და არა მარტო ერთი, ალბათ ბევრი შეიქმნას. ძირთად რა აჩივილებით მოდიან? აი დღეს თქვენ გაქვთ თქვენი სტატისტიკა, ყველას გვაქვს ჩვენი სტატისტიკა თუ რა ხდება სამყაროში და რა ხდება ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში და იგივე რა მომართვიანობა გაქვთ? ძირთადად რა პრობლემით მოდით?
ну ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლინიკა მაგითაც არის გამორჩეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობს საერთაშორისო კლასიფიკაციაში დიაგნოზი, რომელი დიაგნოზითაც ჩვენ კლინიკას არ მომართავდნენ, იზოლირებული მაგალითად მხოლოდ ძილის დარღვევებიდან, შფოთვითი აშლილობებიდან დაწყებული, ну დამთავრებული ყველაზე მძიმე დაავადებებით, როგორც არის მაგალითად შიზოფრენია, ან ბიპოლარული აშლილობა, ან დემენციის დროს განვითარებული ფსიქიკური აშლილობები და ყველა. ну პროცენტებით ალბათ გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ არა ფსიქოზური რეგისტრის, ანუ ნევროზული და აფექტური, ანუ დეპრესიული აშლილობის ხვედრიწილი გაცილებით მეტია, ვიდრე ფსიქოზური აშლილობის. ეს ზოგადი სტატისტიკა ესეთია, ისედაც და ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ანუ სტატისტიკა სარკია, ასე თქვა, ჩვენი კლინიკა ქვეყანაში რა გავრცელების ის გვაქვს. და მაშინ არის თუ არა ზრდა იგივე დეპრესიული აშლილობის, თქვენ აფექტური აშლილობები ახსენეთ, ანუ ემოციური სფეროს აშლილობა გახლავთ ეს და რა თქმა უნდა არის კოგნიტურიც, ემოციური ზნებელობითი და ადამიანის ყველა სფერო ერთნაირად მნიშვნელოვანია ფუნქციონირებისთვის, მაგრამ აი საკმაოდ გახშირდა დეპრესიული აშლილობა. რა იწვევს დეპრესიას, აი და ის რა მულტიფაქტორები იწვევს ერთის მხრივ და როგორ ხდება მათი მკურნალობა? ანუ ზოგადად აღრიცხვიანობის კუთხით და მომართვიანობის კუთხით, ანუ სტატისტიკა ეს ერთ შეხედვით რო შევხედავთ იზრდება, ანუ თითქმის ყველგან გაიზარდა მომართვიანობა, მაგრამ ეს ალბათ არა იმიტომ, რომ ანუ სიხშირე გაიზარდა დაავადების, უბრალოდ ცნობადობა გაიზარდა დაავადებების, სტიგმა შემცირდა და ამ ცნობადობის გაზრდის და სტიგმის შემცირების ხარჯზე უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი პროცენტით ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შესაბამისად სხვადასხვა სპეციალისტს მიმართოს. ამიტომ ეს კარგია, სწორია და ეს რიცხვის გაზრდა რაღაც განსაკუთრებულ აფეთქებასთან, ანცვლილებასთან, რო ვთქვათ, დეპრესიული აშლილობები რაღაცა ფაქტორებით საქართველოში ეხლა გაიზარდა, ან გაიზრდება, ან წარსულში გაზრდილი იყო, ალბათ ესე არ არის. ну медициნა ზოგადად და დაავადებები არა მარტო ფსიქიკური, არამედ ფიზიკური დაავადებებიც მულტიფაქტორულია და ალბათ მხოლოდ ერთი ფაქტორი არასდროს არ განაპირობებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას, მაინც ალბათ გენეტიკური ფაქტორი ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი და ანუ გენეტიკური პრედისპოზიციის გარეშე ძალიან ძნელია რომ ადამიანს რაიმე დაავადება ანუ განუვითარდეს თუ არ ჩავთვლით მაგალითად მექანიკურად რომ დავეცით და ხელი მოვიტეხეთ. ძირითადად დაავადებები მაინც გენეტიკური პრედისპოზიციის ფაზითება. უბრალოდ ეს სიტყვა ცოტა შემაშინებელია, თვითონ მასტიგმატიზირებელია და ხშირად ადამიანებს გვეშინია ჩვენ ამ სიტყვას. რეალურად საში არაფერი არ არის. არაფერი არ არის, ანუ ის რომ ჩვენ ვიცოდეთ, ის რომ ჩვენ გვაქვს რაღაცისკენ მიდრეკილება, მაგალითად ალერგიისკენ, სულაც არ არის ცუდი რომ ეს ვიცოდეთ. პირიქით მე ვფიქრობ, როდესაც ცოდნა არის სწორი, ჩვენ უკეთესად შევძლებთ ანუ ამის მენეჯმენტს, ამიტომ რა ვიცი, ჩემი 20 წელზე მეტი ეს როგორც კლინიკოსი, ექიმის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოველთვის იყო ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში ფსიქიკურ დაავადებებთან და ზოგადად დაავადებასთან, მკურნალობასთან, წამლებთან მიმართებაში და პრაქტიკულად ყველა ჩვენს კლინიკაში მოსული ან ჩემთან პირადად მოსული პაციენტმა არა მარტო იღებს თქვათ დიაგნოზს, წამლებს ან შედეგს, არამედ პრინციპში ყველა იღებს ასევე ცოდნას მისი დაავადების არსის და ამ დაავადებასთან მიმართებაში სწორი მენეჯმენტის შესახებ. დღეს ძალიან გახშირდა Google-ით მოძებნა სიმპტომების და ამით თვით დიაგნოსტირება. ადამიანები თვითონ თავის თავს რაღაც დიაგნოზს უსვამენ და ხშირად ამბობენ, რომ აი დეპრესია მაქან, რაღაც ობსესიური კომპულსიური აშლილობა მაქან, სხვა რამე. და აი მაგალითად თუნდაც დეპრესიის შემთხვევაში რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება და რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს, რომ მას კონდეს იმის საჭიროება, რომ ან აუცილებლობა, რომ მიმართოს უკვე სპეციალისტს. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ერთი დღეც უდგუნებაზე ყოფნა, ან ერთი რაღაც რამოდენიმე დღე, ან რაღაც სტრესის მერე გარკვეული ტიპის გუნება განწყობის ცვლილება, შესაძლებელია ვიღაცამ ჩათვალოს უკვე დეპრესიად და
თვით დანიშნულება დაიწყოს რაღაც წამლების და დიაგნოსტირება. აი როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენ თავში რომ მისასვლელები ვართ ექიმთან. მადლობა კითხვისთვის, ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვაა, თუმეტეს დღევანდელ რეალობაში, როდესაც წვდომა თქვა ჩვენს ინტერნეტთან და ინფორმაციასთან ძალიან მაღალია და ძალიან ადვილია და ხშირად ისმევა ხოლმე ეს კითხვა, რომ თვით დიაგნოსტიკა, თვით ძიება, მოძიება ინტერნეტში რამდენად სწორი არ არის მართებულია თუ არ არის მართებული. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპამდე ეს პირიქით არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ადამიანმა რომ მიიღოს როცა აინტერესებს რაღაც დისკომფორტი აქვს და საერთოდ ვერ ხვდება ანუ რასთან აქვს საქმე, ის რა ზოგადი ინფორმაცია მიიღოს და თავისი პრობლემის შესახებ, ალბათ ამას ხოლმე და ხოლმე ერთმშობლად დადებითი მხარე აქვს. თუმცა თუ ადამიანი უკვე როდესაც მას პროფესიული შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია და უკვე ძიების პროცესი გადადის იმ ეტაპზე, რომ არა მარტო გაარკვიოს თავის პრობლემა, არამედ რაღაცნაირად ჩაერიოს, გესმით და თუნდაც თვით დანიშნულება მედიკამენტოზური მკურნალობის და ასე შემდეგ, ეს უკვე შეიცავს საფრთხეებს, არასწორია და მხოლოდ ხელი შეიძლება შეუშალოს ადამიანის რეალურ გამოჯანმრთელებას. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველად ინფორმაციის მიღება, თუნდაც ნაწილობრივ შეცდომით გქონდეს თვით დიაგნოზით და დასმული, მაგრამ ჩვენ თუ მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს და მის კვალიფიკაციას ვიქრება შესაბამისი, ის მერე დასვავს და გაასწორებს, ან არ გაასწორებს ამ დიაგნოზს და შესაბამისად ეტყვის ადამიანი მიიღეს სრულფასოვან აკადემიურ ინფორმაციას, აქვს თუ არა ეს თვის დიაგნოზი. აი შეიძლება ერთი არ იყოს, ორი იყოს ერთად, მაგრამ დიაგნოზზე თვითონ სახელზე, რომელიც მაინც დიაგნოზი ეს ხშირ შემთხვევაში არის ის რა თქვა ფურცელზე იწერება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მედიცინის სირთულე ზოგადად გამოიხატება უკიდურეს ინდივიდუალებში. ანუ ერთი და იგივე სიძლიერის ერთი და იგივე დაავადება 100 ადამიანს ან 1000 ადამიანს შეიძლება 1000-ივეს ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფორმით ქონდეს და შესაბამისად მიდგომაც იყოს საკმაოდ განსხვავებული. ამიტომ ინდივიდუალური მონაცემების, ცხოვრების წესის, დაავადებასთან ერთად ხარაქტეროლოგიური, ანუ პიროვნების თავისებურებების, მისი სოციალური სტატუსის და ძალიან ბევრი რაღაცის გათვალისწინება გვიწევს განსაკუთრებით ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს, რომ კიდევ უფრო ინდივიდუალური მიდგომებით სწორი ხედვა და ყოლის სწორი სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული ადამიანის გამოჯანმრთელების. სხვა შორის მე და თქვენ ერთხელ ვიყავით ერთ გადაცემაში, სადაც იყო პანიკურ შეტევებზე საუბარი. და რაღაცა დაუსრულებლობის განცდა დამრჩა მე ამ გადაცემაში, იმიტომ რომ თითქოს ყველა მილაპარაკა და საბოლოო ჯამში არაფერი არ ითქვა, იმიტომ რომ აი მიმართვიანობა ფსიქიატრთან ამ დროს რომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანს აქვს პანიკური შეტევა. აი ამაზე თითქოს ამის დაიგნორება მოხდა და რაღაცა ზუსტად ეგ იყო, სხვა შორის იმიტომ დავსვი ეს კითხვა თვით მკურნალობის და თვით რაღაცა დიაგნოსტირების თემა იყო უფრო ამ შემთხვევაში გააქტიურებული და აი რა მინდა გკითხოთ, პანიკური შეტევა დღეს საკმაოდ გახშირდა ასევე მომართვიანობის დროს ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს სტრესიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ძალიან ხშირია მარიხუანას ფონზე, ძალიან ხშირია სხვადასხვა კლუბური ნარკოტიკების მოხმარების და ასე შემდეგ. ბევრი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა. და აი რა უნდა ქნას ამ დროს ადამიანმა და თქვენ როგორ მუშაობთ პანიკური შეტევის უკან? ეს გადაცემა მეც კარგად მახსოვს და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მაგალითი, როდესაც მე მაგალითად პაციენტს უხსნი და ვაწვდი ინფორმაციას პანიკური შეტევის და მისი მოგვარების და შემდეგ შესახებ. ანუ იქ ძალიან საინტერესო ის არის, რომ როდესაც ადამიანს პირველად პანიკური შეტევა ემართება, ანუ ჯერ დაუხსნათ რა არის პანიკური შეტევა. ეს არის ძალიან მაღალი რეგისტრის პიკური შფოთი შეტევა, რომელსაც აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული ფიზიკური დისკომფორტები, როგორც არის მოხჭობის შეგრძნება, ან შემცირნება, ან ცივი ოფლი ახსნას, ან თითქოს იგუდება, ან პულსი უკიდურესად აჩქარებულია და ძალიან ბევრნაირი ხა ამის ჩამოთვლა შორს აგვიყვანს, იმიტომ რომ უაღრესად მრავალფეროვანია ეს ფიზიკური სიმპტომები და ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად რაც ადამიანს აშინებს არა ის შფოთვა და ის მაღალი შფოთვა, არამედ აშინებს ეს ფიზიკური შეგრძნებები, იმიტომ რომ
აქვს განცდა იმის, რომ აი ამ შეგრძნეების შედეგად მაგალითად შეიძლება დაიღუპოს ან რაღაცა ძალიან ცუდი ესეთი კატასტროფულ მაშ ფიზიკურ კონდიცია განვითარდეს. შესაბამისად, სახელი ძალიან კარგად არის შერჩეული, ქვია პანიკური შეტევა, ანუ რაც ისევ იმასო ვარდება პანიკაში. ამიტომ, როდესაც ადამიანი იღებს ინფორმაციას სპეციალისტისგან, მეგობრისგან, რომელსაც გავსი ან წარმატებული მკურნალობის გამოცდილება აქვს, ან სულაც ინტერნეტში სწორად დასერჩავს, ინგლისური ჟარგონი ხარო და მიიღებს, პრინციპში შეიძლება შეტევები გაგრძელდეს, ანუ ყავქონდეს ამ ადამიანს ძალიან ძლიერი ფოთვის შეტევა, მაგრამ აღარ ეშინოდეს, ანუ პანიკაში აღარ ვარდებოდეს. ამიტომ ინფორმაციის მიწოდება პანიკური აშლილობის დროს უკვე პირო დაახლოებით 30%, 40% საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ დაავადება რჩება, შფოთვა რჩება, შფოთვის მაღალი ამპლიტუდა რჩება, შეტევები რჩება, მაგრამ აღარ ეშინია ადამიანს, რომ ეს არ არის რაღაცა მისთვის უცნობი, მოულოდნელი, ძალიან შემაწუხებელი და ძალიან საშიში. და იმ გადაცემის ფარგლებში ეს იყო საინტერესო, რომ როდესაც ადამიანები ან თავის გამოცდილებას გვიზიარებდნენ და ხშირ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ მას რამოდენიმე წელი ან თვე დაჭირდა და ამბობდნენ, რომ მე აღარ ვარდები პანიკაში, მაგრამ შეტევები მაქვს. და მე განვიკურნე, რეალურად რა თქმა უნდა ესე არ არის, მათი ჭყალებში განკურნება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს არ არის ძალიან საშიში მდგომარეობა და არ ვარდებიან პანიკაში, მაგრამ თუ ადამიანს კვლავ აღენიშნება ძლიერი შფოთვის შეტევები, მიუხედავად იმისა, რომ პანიკაში არ ვარდებით, ეს მაინც ნიშნავს, რომ პრობლემა რჩება. ამიტომ ამ პრობლემას უკვე ჭირდება კვალიფიციური მიდგომა, მას ჭირდება უკვე მედიკამენტოზური თერაპია და ფსიქოთერაპია ერთობლივად. ეს უარის ხომ ესეთი დილემა, ესეთი თქვათ, კითხვა ისმის ხომ საზოგადოებაში, რომ ცდილობენ ხომ შეადარონ მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპია, რომლის შედარება ჩემი მხრივ თვითონ საკითხის ასედასმა არასწორია, იმიტომ რომ ეს არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმართულება, თუმცა ამ ორი მიმართულების ერთობლიობა ყველაზე კარგია, როდესაც ისინი ერთმანეთს ავსებენ და ხშირად ესე მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ დაზიანებულ მანქანის შეკეთება, ფიზიკური შეკეთება არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ მართვი საჭესთან რომ სწორად მართოთ და ამით კიდე მანქანის მართვაში არ შეგვექონას დამატებით პრობლემები, ეს არის ზუსტად ფსიქოთერაპიის ნაწილი. ამიტომ თუ მანქანას ფიზიკურად კარგად შევაკეთებ და ამავე დროს კარგ მართვა ვიცით, შესაბამისად, ანუ ეს ყველაზე უფრო სტაბილურ უსაფრთხო მგზავრობას განაპირობებს. ამიტომ მედიკამენტი პლუს ფსიქოთერაპია, რა თქმა უნდა, რომელი როცა რა ეტაპზე, რა დოზით, ან რა სპეციფიკაციით არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში ყველაზე უფრო კარგ და დამაკმაყოფილებელ შედეგს გვაძლევს. როგორც ყველაფერში ჩვენ საზოგადოებაში რაღაცნაირი დიქოტომია. ერთი სხვევარიანი ადამიანები, რომლებიც თვითმკურნალობას ეწევიან და მედიკამენტებს ძალიან თავისუფლად და დიდი რაოდენობით იღებენ, აი მეზობელმა მითხრა მეზობლის მეგობარმა ქუჩაში გაჩერებას, რაღაცა სოციალური ფონი ჩვენთან არის ხშირად ესეთი და ესე ხდება რეკლამირება რაღაცის, ხო, წამლის მაგალითად. არის მეორე უკიდურესობა, რომლებიც წამლებს საერთოდ არ ცნობს და თulis რომ წამალს რომ მიეჩვიოს, ამის ეშინია. და ამიტომ არ მედის ექიმთან და ისეთი შემთხვევები, რომელიც არის საკმაოდ რთული სამართავი ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ არის გამოხატული რაღაც დარღვევა ან აშლილობა, მაინც არ მედის რომ იმაჩვიოს რამე წამალს, აი ამასთან დაკავშირებითაც რა შეიძლება, რა ინფორმირება უნდა მოხდეს ამ ადამიანების, რომ ხშირად ეცეთ ნარკომომხმარებელიც კი ამბობს ამას და მე მიკითხავს, რომ კი, მაგრამ იმას რასაც ხარ მიჩვეული, ის არ გაშინებს და ექიმთან მიხვიდე და იმით ეს გადაფარო და თუნდაც ხანგრძლივად წამლები მოიხმარო, ოღონდ კონტროლირებადი და რაღაც ეს რატო გაშინებს და ეს ძალიან უცნაური მდგომარეობა არის და ეს საკმაოდ ხშირად შემხვედრია მე. ხო, ეს ძალიან ესე პრინციპში ეს არ არის ახალი, ანუ წამლების მიმართ შიში ალბათ მაშინ როდესაც პირველად წამალი ეწოდა წამალს ალბათ იქიდან მოდის და ნუ ეს არის სრულიად ბუნებრივი შიში რაღაცა, იმიტომ რომ უცხოა ამ ადამიანისთვის და უცხოს მიმართ შიში ჩვენ გვაქვს. ეს შიში როგორც შემთხვევაში ამას საფუძველი შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ
ისევე როგორც სხვა სპეციალობაში, ჩვენ სპეციალობაში არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ძალიან დიდი სიფრთხილით მოითხოვენ დანიშნას და ეს მედიკამენტები ძირითადად არის ეგრეთ წოდებული დასამშვიდებლები, ანუ ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატები და ზოგიერთი საძილე მედიკამენტი, რომელიც მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და არა მარტო ფსიქოლოგიურ, ქიმიურ დამოკიდებულებას იწვევს, ისე როგორც თქვათ, სხვა ფსიქოაქტიური ან ნარკოტიკული საშუალებები. მაგრამ ყველა სხვა წამალი, როგორც არის მაგალითად ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ძილის ისეთი წამლები, რომლებიც მიჩვევას არ იწვევენ, მათი მიღება ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში სრულიად უსაფრთხოა. რაც შეეხება წამალი შეიძლება შეიცავდეს თუ არა რაღაცა რისკს, რა თქმა უნდა, ჩვენ წყალის თუ არ მივიღეთ ზომიერად და ზედმეტად ბევრი მიიღეთ, ამან შეიძლება ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ სერიოზულ ზიანამდე მიიყვანოს. ამიტომ რაღაცის არასწორად არ მიღება დიახაც რო არ მოხდეს, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომ მან კონტროლირებოდათ სწორად დანიშნოს ეს მედიკამენტები. და მეორე ესეთი გავრცელებული ასე ვთქვათ, კოგნიტიურ შეცდომას უძახმი არის, რომ ანუ რა თუ ბალახეულია მცენარე, ან თუ ფიტოა არის უსაფრთხო. ამ დროს ანუ ქარხანაში დამზადება ნივთიერება თუ მცენარე თავის მიკროქარხანაში დაამზადებს ამას, რა მნიშვნელობა აქვს, თავარია ეს ქიმიური ნივთიერება ჩვენ ორგანიზმში კონკრეტულად რა ქიმიურ პროცესებში ერთვება და რას აკეთებს, ხო? თორემ ასე ოპიუმი ან ნებისმიერი თქვა სცენარი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ხვდებით, თქვა წიწოვანი ან ბალახი ჩვენ რო ხა ეს მივიღოთ და შევჭამოთ, არ მგონია რომ ის უსაფრთხო იყოს იმის გამო, რომ ეს არის სცენარი. ხო, ბევრი ესეთი კოგნიტური შეცდომა არსებობს და სხვა შორის ესეთი კითხვაც არსებობს. აი თქვა თქვენთან გადმომისამართების ან ნებისმიერ ექიმთან გადამისამართების შემთხვევაში არის კითხვა, წამლებს დამინიშნავს და ეს წამლების შიში ზოგადად რომ შეიძლება მიეჩვიოს საკმაოდ გავრცელებულია და შესაძლებელია იცით რა არის როგორც ყველაფერს ალბათ მორგება ჭირდება თქვენ უკეთ იცით წამალს შესაძლებელია ერთმა წამალმა მართლაც არ იმუშაოს და ამის გამო შეეშინდეს და გადაწყვიტოს რომ მასზე წამალი არ მუშაობს აი აქ კომუნიკაცია რამდენად ხშირად არის საჭირო ექიმთან რომ მოხდეს მორგება ინდივიდუალური გარკვეული ტიპის როგორც ახლა ერთის მეორის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცმევს ან ტანსაცმელს იმის გარეშე რაღაც დისკომფორტის გარეშე შეადვილად ესეა ალბათ ესეც წამალი და აი რა სიხშირით ჭირდება თქვენთან კომუნიკაცია როგორ დადიან ესენი რომ თქვათ ანუ თუ ადამიანს აქვს გამოხატული მედიკამენტის შიში ხშირ შემთხვევაში ფსიქიატრთან ერთჯერადი საუბარიც საკმარისი ახავე იმისათვის რომ იმ დონეზე მაინც შემცირდეს ეს შიში რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯი გადადგას და დაიწყოს კურნაობა მაგრამ არის ზოგჯერ როდესაც ასე ვთქვათ უკვე ასე ვთქვათ აკვიატებული შიშია მედიკამენტის მიმართ აი როგორც შეიძლება ქონდეს ვთქვათ ფრენის მიმართ ან დახურული სივრცის რომელიც დიახ ფობიათ იყოს ჩამოყალიბებული როდესაც ბუნებრივია ერთჯერადი საუბარი ამ ფობიის გადასალახად რაც არ უნდა ამოწურავი და სულფასოვანი იყოს არ არის საჭირო. ნუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ასეთ ტაქტიკას, რომელიც ხოლმე და ხოლმე პაციენტის ინტერესია გათვლილი. ეს არის უკვე ფსიქოლოგის ჩართულობა ამ ეტაპზევე, ანუ მედიკამენტის და მედიკამენტოზური მკურნალობის შიშის გადასალახად და მოსახსნელად, იმიტომ რომ ამასაც ფსიქოლოგის მხრიდან საჭიროებს ის სპეციალიზირებულ ცოდნას, უფრო მეტ ცოდნას, ვიდრე ეს ნებისმიერი მმართველები ფსიქოთერაპია, რომ აუხსნას კონკრეტული წამლების, მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი, მასი უსაფრთხოება, მათი დამოკიდებულების ან არ დამოკიდებულების ხარისხი, გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი და ასე შემდეგ. რაც შეეხება წამლებთან ადაპტაციას და წამლების პრობლემებს, ან ძალიან ბევრი მედიკამენტია მედიცინაში, მე არაჩვენი კუთხით, ნებისმიერ, რომელსაც პირდაპირ სამკურნალო თერაპიული დოზებით მის დანიშვნა არ ხდება, ხო? და არა მარტო მედიკამენტებია, პირობითად ჩვენ თუ ძალიან შეგცვიდან გაგვიყინა ასე ვთქვათ ხელი, სასურველი არ არის რომ პირდაპირ თბილან ესე წყალს ჩავყოთ, ან ნელ-ნელა უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენ წამლებით, მედიკამენტებით საჭიროებენ ეს ძირითადად ანტიდეპრესანტებს ეხება, ნელ-ნელა ეტაპობრივად ძალიან მიკროდოზებიდან დაც რომ მივიდეთ იმ კლინიკურ აუცილებელ დოზაზე, რომელიც პაციენტს ესაჭიროება.
ამიტომ ეს არ არის მედიკამენტის ცუდი მხარე, ეს არის უბრალოდ ის რეალობა, როდესაც ამ მედიკამენტს ასეთი მენეჯმენტი ჭირდება. ამიტომ თუ განახორციელებ ამას სწორად, უნებრივია დისკომფორტებისგან ადამიანი მაქსიმალურად დაცული იქნება. და ხშირად არის თვით შეწყვეტა მკურნალობის. აი ვთქვათ, 2 კვირა ან 3 კვირა და კარგად გახდა და გადაწყვეტა, რომ უკვე აღარ ჭირდება წამალი, აღარც ექიმი და შეწყვეტა. და ძალიან ბევრი მინახავს ეგეთი ადამიანი, მე რაღაც პერიოდის მერე ისე ვარდება იმ ორმოში და ისე უბრუნდება. და მე კიდე თავიდან ტრიალდება ეს შიში. აი რა რეკომენდაციას მიცემდით მაყურებლებს მედიკამენტის როგორ დაწყებას, ისე შეწყვეტასთან მიმართებით? შეწყვეტა, თვითრებული შეწყვეტა, ალბათ არსად არაფერში სწორი არ არის, განსაკუთრებით მედიცინაში თვითრებულად შეწყვეტა ალბათ ყოველთვის არასწორი ნაბიჯია, ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ წამალ მედიკამენტებს აქვს თავისი წესი და თან ვითუმეტეს სხვასთან რჩევა, სხვასთან კითხვა და ამ გამოცდილებით პირდაპირ პროექცირება საკუთარ თავზე და გადაწყვეტილების მიღება ალბათ არასწორია. ანუ ეს ყოველთვის ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს თავის წესი აქვს ხშირ შემთხვევაში. მეორე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აი ამ შეწყვეტას და ვადებთან დაკავშირებით არის ხოლმე ის თუ რამდენი ხანი ჭირდება ადამიანს წამალი და ხშირ შემთხვევაში გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რომ აი თქვა სადღაც აქ ესე წერია, იმან ესე მითხრა, ამ ექიმმა ესე მითხრა, წინასწარ განსაზღვრა რამდენივა და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ წინასწარ არ ვიცით რამდენად მიდრეკილება ძლიერი აქვს ამ ადამიანს, რამდენად მიდრეკილია რომ შეწყვეტის შემთხვევაში ხელახლა მოbrunდეს მისი დაავადება, ანუ რამდენად ქრონიკულია, რამდენად გამწვავებისკენ მიდრეკილია, წინასწარ შეფასება დაავადების დათქმა ზოგადად მედიცინაში მიმაჩნია რომ არასწორია. ამიტომ უნდა მოხდეს ესეც სწორი დაკვირვების შედეგად და დინამიკაში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, როდის შეწყდეს წამალი, თუ არ შეწყდეს შემცირდეს, ან შემცირდეს და მერე შეწყდეს, ანუ აქ ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს. და ძალიან საინტერესოა ის ანტიფსიქოზური მკურნალობა და იგივე ბიპოლარული აშლილობის დროს მკურნალობა როგორ ხდება ერთის მხრივ, მე ხა მედიკამენტებს არ გეკითხებით, მიდგომას გეკითხებით და აი ეს ამის შიშიც არსებობს ძალიან, რომ თვითონ ფსიქოზის განმარტების ეს რამდენად განაჩენია თუ არა, აი რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ, როგორ შეგიძლიათ იგივე დაამშვიდოთ ის ადამიანები, ვისთანაც ან თვითონ აქვს რაღაცა მსგავსი ეპიზოდი, ან მის ოჯახის წევრს და როგორ მოიქცეს ამ დროს. საბედნიეროდ ფსიქიკური დიაგნოზები თითქმის არც ერთი არ არის განაჩენი. ანუ მედიცინაში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დიაგნოზი, რომელიც არის განაჩენი და სიცოცხლესთან აბსოლუტურად შეუთავსებელია და ძალიან მაღალ პროცენტში იწევს ან ძალიან ღრმა ვთქვათ უნარშეზღუდულობას, ან იწევს სიკვდილსაც კი, ხო? საბედნიეროდ დღევანდელი მედიკამენტების შესაძლებლობების ეპოქაში პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი დიაგნოზი, რომელიც არის განაჩენი იშვიათი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც უფრო ნევროლოგიურ პრობლემებთან არის ხოლმე ასოცირებული, ну ასეთი არის ჩვენს კარგად ვიცით, თქვათ დემენციები, ალცგეიმერის დაავადება, პიკის დაავადება, სხვადასხვა სიზარღვოვანი დემენციები, უფრო ესეთი ორგანული ნევროლოგიური მიზეზების და ტვინის ორგანული დაზიანების გარეშე მიმდინარე სუფთა ფსიქიკური პრობლემების დროს ფაქტიკურად არ არსებობს დიაგნოზი, რომლის სწორი მართვის შემთხვევაში ადამიანმა ვერ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. უბრალოდ ეს არის უწყვეტი, ხანგრძლივი პროცესი, რომელიც საჭიროებს ადამიანის მხრიდან ნების ყოფას, ანუ ნებელობას. და თუ ეს ნება ადამიანს არ გააჩნია ან არასაკმარისი აქვს, შესაბამისად ეს წყდება, ვერ მივდივართ ბოლომდე დანიშნულების წერტილამდე, ან მივდივართ, მაგრამ აღარაც ვისაუბრეთ მედიკამენტების არასწორად შეწყვეტის შემთხვევაში დაავადებას გზას უხსნით, რომ უკან მოbrunდეს. და ეს ისევ რომ დაუბრუნდეთ აი ამ თქვათ მკურნალობის ამ მეთოდებს, თქვენ ახსენეთ, რომ ფსიქოთერაპია საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი და რა არის ეს შრომითია უფრო ეს რამეს თქვათ ჯგუფში აკეთებინებთ, ახატავენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქტივობები ადამიანისთვის.
რომ მას ფუნქცია აქვს, რომ მას სადღაც ელოდებიან, რომ ის უნდა მივიდეს და რაღაც მას მოусმინოს, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა სპეციალისტის დანიშნულება ჭირდება და ჭირდება მედიკამენტები. აი ეს მხარე რამდენად არის თქვენთან ესეთი დაალაგებული და საკმაოდ განვითარებულია, როგორც ამბულატორულ, ასევე დღის ცენტრის ფარგლებში, მაგალითად ადამიანი, რომელიც მოგმართავს და საჭიროებს და იწყებს ბუნებრივია მისი გადაწყვეტილებით დღის ცენტრში მკურნალობას, ანუ პირველივე დღიდან მიუხედავად დაავადებისა, სიმძიმისა და სახეობისა, პირველივე დღიდან ერთვებიან ანუ ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები პირველ ეტაპზე, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ჩვენ ფსიქიატრებს, რომ კიდევ უფრო სრულფასოვანი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა მოხდეს და ეს პათოფსიქოლოგიური კვლევები ჩვენთან საკმაოდ კარგად არის დანერგილი და ამავე დროს ჩვენ ვაკეთებთ ანუ მონიტორინგს და თითქმის მიუხედავად იმისა, რომ რეალური საჭიროება ვთქვათ აი შფოთვითი პრობლემა, დეპრესია, ანუ კლინიკურად ჩვენთვის ძალიან ადვილია, რომ ვთქვათ ესე დავსვათ დიაგნოზი და შევაფასოთ სიმძიმის ხარისხი, ამის ობიექტივიზაციას ვაკეთებთ, ანუ ძალიან მაღალი ხარისხის საერთაშორისო დაპრობირებული კითხავები გვაქვს, რომელსაც პაციენტი თვითონ ამოუკიდებლად თვითადმინისტრებადი ამას ახსოვს, რაც გვეხმარება იმაში, რომ პაციენტისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს და ადვილად გასაგები მისი პრობლემის სახეობა იდენტიფიცირება და თუნდაც მკურნალობის შედეგად უკვე დადებითი დინამიკა ნახოს არა მარტო შეგრძნების დონეზე, რაღაც ესეთი ობიექტივიზაციაც მოხდეს, მაგალითად ნახოს, რომ დეპრესიის სკალაზე, თქვათ, ბეკის სკალაზე პირობითად 20-დან 10-მდე შემცირდა, ანუ ნორმას მივახლოვდა. ასევე ფსიქოლოგიური აი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად CBT, თქვათ, იგივე ფსიქოზური რეგისტრის საშუალებების დროს ნაკლებად გამოიყენება, კი, ის შეიძლება ის კლასიკური ფორმით არ გამოიყვანოს, როგორც თქვათ, სპორტის საშუალების დროს ან გუნდგანწყობის საშუალების დროს გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სირთულის და თუნდაც ძიმე ფსიქიკური დარღვევების დროს ის ბაზისურად აუცილებელი ინფორმაციის მიცემა, რაღაცა კოგნიტიური უნარების გამომუშავება არა ფსიქოზის კუპირების კუთხით, არამედ ფსიქოზით თუნდაც ადამიანს აქვს კიდე რაღაცა უამრავი სხვა სოციალური კომპონენტები, ხო ესეა? და იმ პარანოის და თქვა ჰალუცინაციების გარდა მისი გუნებგანწყობაც სამართავია, მისი ნებელობაც სამართავია, ამიტომ იქაც ჭირდება დახმარება და ბუნებრივია ეს ჩართულობა ფსიქოთერაპიის ძალიან ბევრი მიმართულების გესტატიდან დაწყებული CBT, EMDR გვაქვს ჩვენ, ჯგუფური თერაპია, ანუ არტ-თერაპიის ბევრი მიმართულება, ფსიქოგანათლება, რომელზეც აღარ ვისაუბრეთ, თითქმის ყველა პაციენტზე აი ამას კომპლექსურად ერთობლივად ვიყენებთ. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მართლაც შეიძლება სასურველი შედეგი დადგეს და მე ვიცი გუგა თქვენ რომ შესანიშნავი ექიმი ხართ, ასევე შესანიშნავი ადამიანი და ვიცი თქვენი მუშაობის ხარისხი ნამდვილად და წლებია თქვენ აი ამ სივრცეში დიდი სახელით და დიდი პატივისცემით სარგებლობთ. და უბრალოდ მე მინდა გითხოთ სამომავლო გეგმები თუ გაქვთ თქვენ, როგორც ვთქვათ, ამ შემთხვევაში ექიმსაც, ფსიქიატრსაც, როგორც მენეჯერს, იმიტომ რომ ძალიან რთულია კლინიკის მართვა და რთულია აი ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა. იმიტომ ეს არ არის მხოლოდ ერთი რაღაცა ნიჭი, ერთი სკილი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ამისი დაალაგება და მენეჯმენტება როგორც ადამიანი, ისედაც ხო ბიოფსიქოსოციალური არსება და ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის სწორედ მენტალური ჯანმრთელობა, რაც მოიცავს, აი რა გეგმები გაქვთ და რას აპირებთ სამომავლოდ და თუ გექნებათ რაიმე საგანმანათლებლო, თუნდაც აი ესეთ გადაცემებში ჩართვები, თუნდაც რაღაცა დღეს ძალიან აქტუალურია სოციალური ქსელი, აქტუალურია ვთქვათ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს თვითრეკლამირებას, ზოგჯერ ტირაჟირებაც ხდება არც თუ ისე პროფესიონალის მხრიდან რაღაცა აზრების და მას ყავს ბევრი მიმდევარი. აი თქვენ თუ გაქვთ რაიმე მიზნები და გეგმები ამასთან დაკავშირებით? მიზნები და გეგმები საბედნიეროდ გვაქვს და აი კარგია რომ ახსენეთ თქვენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულება არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ანუ მე მეცნიერებას რა ვიცი როგორ გითხოთ მე-4 კურსიდან ასე ვთქვათ ჩართული ვარ და ჯერ კიდევ მაშინ კვლევები მაგაკეთებული მოხსენებები გამოქვეყნებული ლოკალურ ჟურნალებში, მაგრამ
2015 წლიდან, ანუ ჩემი სამეცნიერო მიმართულება კიდევ უფრო ასე ვთქვათ სხვა მიმართულებით და სხვა რეგისტრით განვითარდა, როდესაც მე დავიწყე სამეცნიერო მუშაობა ლეიდენის უნივერსიტეტში, იმიტომ რომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მეორე სადოქტორო დამეცვა აი ამ პრესტიჟულ სოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში და 2015 წლის მერე კვლევით საქმიანობა, სამეცნიერო საქმიანობას ვეწევი როგორც ლეიდენის უნივერსიტეტის თანამშრომელი და მისი ასე ვთქვათ სადოქტორო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ეს კვლევით საქმიანობა არ მოიცავს მარტო ჩემ პირად ჩართულობას, აქ მთლიანად ჩვენი კლინიკის გუნდია ჩართული. მაგალითად თუ შემიძლია გითხრათ, რომ პანდემია როდესაც დაიწყო 2020 წელს და როდესაც თვითონ COVID-ით ავადობა, ანუ ავადგახდომა იმდენად საშიში იყო, იმიტომ რომ მაშინ გვეგონა ჩვენ და ფიქრობდით ასე რომ სიკვდილიანობა, ანუ სიკვდილთან ძალიან მაღალი რისკის გათანაბრებული დაავადება იყო, იმიტომ რომ პირველ გვახსოვს იქ იტალიის ტალღარამდენ და კადრები მძიმე და ამავდროულად აი სანამ ეს შიში მინელდებოდა ჩვენ შევისწავლეთ აი ამ შიშის როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებით ავადობის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე. და ამისთვის ქონა ძალიან ცოტა დრო, იმიტომ რომ ეს შიში ნელ-ნელა განელდებოდა და თქვათ 2020 წლის ბოლოს უკვე ადამიანებისთვის COVID-ით ანუ ავადობა აღარ იყო იმდენად საშიში, როგორც მაგალითად ეს იყო აპრილში, მაისში ან ივნისში. ამიტომ მაშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში შევთხოვეთ მის ხელმძღვანელს ალევან რატიანს და ის დაგვთანხმდა და დაახლოებით 93 პაციენტი იყო, ვინც მოვასწარეთ, იმიტომ რომ მენეჯმენტი რთული იყო, იმიტომ რომ პაციენტებთან ფიზიკურად ვერ შევიდოდით, იქ კარანტინი იყო ძალიან ასე ვთქვათ შრეებს გადიოდნენ, თიში და ექიმებიც კი რომ პაციენტად ცნობა ქონოდა და ეს ეკიპირება და ეს გვახსოვს ხო როგორი იყო რაღაცა უკიდურესად მაღალ რისკების მენეჯმენტს მოიცავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ლოკალური ექიმების ძალიან გმირული თავდადების და მონდომების ხარჯზე შევძელით, რომ დაახლოებით 90 ადამიანში შეგვესწავლა თუ რამდენად დააზიანა და რა შეცვალობს იქაში აი ამ საშიშროებამ, რომელიც წარმოიქმნა ამ დაავადების ავადობით და სხვათა შორის ძალიან საინტერესო შედეგი იყო და ამაზე ჩვენ ესე ხმამაღლა და საჯაროდ არ გვისაუბრია, უფრო პროფესიულ წრეებში ხდებოდა ამის განხილვა, იმიტომ რომ მანამდე მე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი, შექმნილი პირველად საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და ჩვენ იქ კვლევა გავაკეთეთ ავღანეთის მისიაში მყოფ ადამიანებზე, ანუ რამდენი იყო პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და იქ იყო 3% და აქ იყო 28%. ხო, ანუ სამშვიდობო მისიაში ავღანეთში მონაწილეობის დროს, ანუ 3%-ში განვითარდა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, აქ დაახლოებით 28% იყო. ხო, დეპრესია იყო დაახლოებით დეპრესიული სიმპტომატიკა უკვე გამოხატული 30% ზემოთ, შფოთვა 40% ზემოთ იყო, შფოთვა კიდე უფრო მარტივად გასაგებია, ხო, რა ხასთვის. და სხვა შორის ეს სწრაფად დავამუშავეთ, იმიტომ რომ სტატისტიკური დამუშავება ის და გამოქვეყნებულია ეს ნაშრომი საკმაოდ ესეთ კარგ საერთაშორისო იმპაქტ ფაქტორიან, ანუ ჟურნალში და ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოასწრო ისე, იმიტომ რომ კვლევები არის უამრავი COVID-ზე ფსიქოლოგიური კუთხით, მაგრამ აი როგორც პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მიზეზი ეს იმ სამთვეში თუ არ გააკეთებდი, მე ამის ჩატარება შეუძლებელი იყო. ამიტომ ამ სამეცნიერო მიმართულებას ჩვენ მუდმივად ვარ ვითარებთ, ახლა გვაქვს ძალიან საინტერესო კვლევა 12 ცვლადით და ახლა 12 სხვადასხვა ცვლადის მართვა ადვილი არ არის და ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1000-ზე მეტი შემთხვევის ანალიზის შედეგად ალბათ საკმაოდ კარგ და საინტერესო მონაცემებს დავდებთ და აი რა ვიცი ეს კვლევითი მიმართულება ჩვენი კლინიკის გახსნაზე სტუმარი იყო ჩემი მეგობარი და ლეიდენის უნივერსიტეტში ასე ვთქვათ ჩემი პარტნიორი პროფესორი ერიკ ვერმეტენი, რომელთანაც ერთად კიდე სამომავლო გეგმები დავსახეთ უკვე ახალი კლინიკის მასშტაბებში, უკვე სხვა ორგანიზაციების და უნივერსიტეტების ჩართვასაც ვფიქრობთ ამ ჩვენი
კოლაბორაციის ფარგლებში. რაც შეეხება საგანმანათლებლოს, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამას ალბათ როგორც სპეციალისტი ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მაგალითად ფსიქიატრიის რეზიდენტურაში სხვაგან გადიოდნენ ფორმალურად და რეალურად იქ ვერ იღებდნენ იმ სათანდოცონას, მოდიოდნენ ხოლმე ჩემ კიდევ ძველ კლინიკაში და რეალურ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, ანუ ის რაც რეზიდენტურას სჭირდება, ჩვენთან გადიოდნენ. ეხლა მეორე გვასეო მრავალი წელია, რადგან საქართველოში კლინიკური ფსიქოლოგია არ არის რეგულირებადი, არ არის ლიცენზირებადი, ამიტომ ეს internship-ის, ანუ პრაქტიკულ თეორიული კურსები 2-3 წლიანი სათანადოდ არ არის განათლების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგულირებული, ანუ ჩვენ მუდმივად აგვყავს ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი, ძალიან მონდომებული ადამიანები, რომლებიც არ მოდიან იმისთვის მარტო რომ რაღაც ხელმოწერა მიიღონ გუგაში ხარულიძის როგორც პიროვნული ან კლინიკის დირექტორის გესმით და ფორმალურად ჩადენ. არამედ მოდიან ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც რეალურად ეუფლებიან იმ ცოდნას, რაც სჭირდება კლინიკურ ფსიქოლოგს, ამას სჭირდება 2 წელი, 3 წელი, ზოგჯერ შეიძლება მეტიც და ისინი ამ სწავლის და ტრენირების და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ეტაპზე არიან და მე მათი უმეტესობა, როგორც წესი, მე ჩვენ კლინიკაში აგრძელებს ხოლმე საქმიანობას და ახალგაზრდა გუნდის წევრები ვინც ყავს, ყველა პრაქტიკულად ჩვენთან გაიარა ეს internship-ი რამოდენიმე წლიანი და მე გახდა ჩვენი გუნდის და ჩვენი კლინიკის უფასოვანი წევრი, როგორც თანამშრომელი. საოცარი და ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის, მსმენელისთვის, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ესე ბევრი რამე არ ვიცით, რაც ხდება და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება, თანამშრომლობა, თქვენ კიდევ მობრძანდებით ჩვენთან და თქვენს წარმატებებზე და თქვენს წინსვლაზე და თქვენს საქმიანობაზე ისაუბრებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასეთი საინტერესო საუბრისთვის, რაღაცნაირად არ მინდოდა, რომ დამთავრებული იყო გადაცემა. მადლობთ და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქიატრი, პროფესორი ბატონი გუგა ხარულიძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.